მოგესალმებით და მე კვლავ გიბრუნდებით საფეხბურთო სიახლეებით. გიორგი ჩაკვეტაძე ვალენსიაში. ღამურების შეთავაზებას ამზადებენ. ასევე დაიძრა ამბები ზურიკო დავითაშვილის გარშემო. ლიგა 1-ის გრანდს მარსელს ქართველის შეძენა ურჩიეს. მარკუს რეშფორდი ბარსელონაშია, ხოლო ლოკოს ლეგენდამ ხუჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ეს და სხვა სიახლეები ჩვენს ვიდეოში. თუ რაიმე მიზეზის გამო არხი ჯერ კიდევ არ გაქვს გამოწერილი, გამოვასწოროთ ეს შეცდომა. უმეტესობა უყურებთ ჩემს ვიდეოს, რაც ძალიან მახარებს და იგებთ სიახლეებს ქართველ და უცხოურ ფეხბურთელებზე. ხოლო ეს ყველაფერი ორივე მხარესთვის მომგებიანი რომ იყოს, ამისთვის საკმარისია ერთი ღილაკის დაჭერა. კომფორტულად მოკალათდით და ჩვენ ვიწყებთ. მარსელს გარემარბის დამატება სურს და მის რადარზე ტიმოთი ვეა და იგორ პაიშაო იმყოფებიან. ფრანგულ კლუბს იუვენტუსთან და ფეენორდთან საერთო ენის გამონახვა უჭირს, რის გამოც ტოპ მერკატომ დაასახელა 4 ფეხბურთელი, რომლებზე გადართვაც მარსელს შეუძლია. ერთ-ერთი მათგანი სენტ-ეტიენის ქართველი შემტევი ზურიკო დავითაშვილია. გასულ სეზონში ზურიკო დავითაშვილმა მშვენივრად იასპარეზა და სენტ-ეტიენის მაისურით ჩატარებულ 34 შეხვედრაში 9 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ქართველ ფეხბურთელს ბევრი მსურველი ყავს, თუმცა ჯერჯერობით მწვანეების რიგები არ დაუტოვებია, რაც სავარაუდოდ კლუბის მიერ მოთხოვნილი 20 მილიონი ევროს გამოა. მართალია ზურიკოს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის დიდი გამოცდილება არ აქვს და შესაძლოა ჯონათან როუზე უკეთესი გუნდს ვერაფერს შესძინოს. თუმცა არსებობს შანსი, რომ მარსელმა მას ყურადღება მიაქციოს. მიზეზი კი ისაა, რომ დავითაშვილი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და გასულ სეზონში გავარდნილ სენტ-ეტიენში კარგი რაღაცეები აჩვენა. წერს ფრანგული გამოცემა. ვეტერანმა პოლონელმა მეკარემ იერჟი დუდეკმა გიორგი მამარდაშვილისა და ალისონ ბეკერის შესახებ ისაუბრა. დუდეკმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ალისონი გუნდში პირველი ნომერი იქნება, თუმცა მამარდაშვილს ყველა თვისება აქვს, რომ მომავალში გუნდის მთავარი მეკარე იყოს. ფიქრობ, მამარდაშვილს ყველა საჭირო თვისება აქვს, რომ ლივერპული ღირსეულად წარმოადგინოს. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ალისონი პირველი ნომერია, მაგრამ ქართველმა იცის რა უნდა გააკეთოს. ის მაღალი დონის მეკარია, ბრწყინვალე რეაქცია აქვს, რთულ დარტყმებს იღებს და ფეხით კარგად თამაშობს. ფიქრობ, ლივერპულის სტილს კარგად მოერგება. ლივერპულში გადასვლის შემდეგ მამარდაშვილმა 2 ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორივე შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა. ქართველი მეკარი ახლა გუნდთან ერთად ჰონგ-კონგში იმყოფება, სადაც ამხანაგურ შეხვედრაში 25 ივლისს ჯერ მილანს, შემდეგ კი 20 ივლისს იოკოჰომას შეხვდება. ინტერნეტში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კვარაცხელია ესპანეთში იმყოფება და დადის ჭორები, რომ ეს ყველაფერი ბებერი პერეზის და მადრიდელების დაგეგმილია. ნუ თუ კვარა თავის საოცნებო გუნდში მოხვდება. მე ვერ ხვდები, რატომ აგორდა ამხელა ამბავი. შესაძლოა ხვიჩა უბრალოდ დასასვენებლად იყოს ჩასული ესპანეთში, ან რაიმე საქმიან ამბავზე. თუმცა მესმის, რომ ამ ფანტაზიებსაც აქვს ადგილი, რადგან რეალმა არაერთხელ გამოიჩინა ყურადღება ქართველის მიმართ. მე თუ მკითხავთ, ეს რეალურია. კვარამ ამ მოკლე მონაკვეთში, რაც ევროპაშია, უკვე უამრავი რამ მოიგო. მისი ფასი და სახელი საკმაოდ გაზრდილია. ის არის დიდი კლასის ფეხბურთელი და რეალის ინტერესი უცნაური საერთოდ არ არის. თუმცა ასეთი კარგი სეზონის მერე და ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ პარიზიდან წასვლა უცნაური და არასწორი გადაწყვეტილება იქნება. ჩემი პირადი აზრით. ჩემპიონთა ლიგა დიდი ტიტულია, რომლის მოგებამაც შესაძლოა მოგადუნოს. იმედია კვარამ ამ ყველაფრის შესახებ იცის და არ მოდუნდება. წინ კიდევ ნაკრების წარმატებებია. ასევე იმედია დაისახავს მიზანს და მინიმუმ 1 სეზონი მაინც ისე ითამაშებს, რომ ოქროს ბურთი მოიგოს. აიღებს სიტუაციას თავის ხელში. ჩემპიონთა ლიგა კარგია, მაგრამ მოდი ამაზე ნუ გავჩერდებით. დაწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ მადრიდის რეალის кейსზე. გადავა თუ არა ქართველი ესპანურ გრანდში. თქვენთვის ორი მაგარი ამბავი მაქვს. გეძლევათ შანსი მოიგოთ PlayStation 5. ამისთვის კი საჭიროა BMPC-ის სოციალური ქსელების გამოწერა. გათამაშებაზე ბმული აღწერაში და კომენტარებში იქნება. ვიცი რომ ბევრი ჩემ ვიდეოებს ჭამისას უყურებთ. მე კი ცუდს არასდროს გირჩევთ. დიდ დიღომში იოანე პეტრიძის 12 ნომერში ახალი პიცერია გაიხსნა. მე პირადად ამაზე გემრიელი პიცა საქართველოში არ გამისინჯავს და ეს სიმართლეა. ევროპის სტანდარტები აქვთ და თუ ოდესმე პიცის ჭამა გადაწყვიტეთ, აუცილებლად BM პიცა, რომელიც ასევე ვოლტსა და გლოვოზეც დაამატეს. თუ ეტყვით რომ ჩემგან ხართ მისული, მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას. საქართველოში საუკეთესო და უგემრიელესი პიცა. BM-ი ხალხს. მოსკოვის ლოკომოტივის ყოფილმა ფეხბურთელმა დიმიტრი ლოსკოვმა ქართველი შემტევის შესახებ ისაუბრა. ვეტერანმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ლოკომოტივის მიერ გამოცხადებული უნდობლობა ხვიჩაზე დადებითად დაისახა. როდესაც ლოკომოტივში თამაშობდა, უკვე ეტყობოდა, რომ დიდი ფეხბურთელი და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი გახდებოდა. სამწუხაროდ ლოკომოტივის მაშინდელი ხელმძღვანელობა სხვაგვარად ფიქრობდა. შესაძლოა ეს ხვიჩასთვის სასარგებლოც იყო. ამის გამო ხვიჩამ სხვა გზა აირჩია და რუბინში წავიდა. შემდეგ კი იქ აღმოჩნდა
გაჩნდა, სადაც ახლა იმყოფება. როგორც ჩანს, მისი ბედის წერა ასეთი იყო. შეგახსენებთ, რომ ხუჩა კვარაცხელია მოსკოვის ლოკომოტივში 2019 წელს თამაშობდა და ჩემი აზრითაც ძალიან დიდი შეცდომა იყო ლოკომოტივის მხრიდან კვარაცხელიას გაშვება. თუმცა სხვაგვარად რომ შევხედოთ, ამ ყველაფერმა мотивация მისცა, რომ დაუმტკიცოს, რომ ნამდვილად ძლიერი და მსოფლიო დონის ფეხბურთელია. საქართველოს ნაკრებისა და ვოტფორდის შემტევის გიორგი ჩაკვეტაძის ვალენსიაში შესაძლო ტრანსფერი კვლავ აქტუალური ხდება. ცოტა ხნის წინ ცნობილმა ესპანელმა სატრანსფერო ჟურნალისტმა ექტორ გომესმა დაწერა, რომ ღამურები ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერს მიუბრუნდნენ და ჩაკვეტაძის გარემოცვასაც დაუკავშირდნენ. ამის შესახებ კიდევ ერთი ჟურნალისტი, ჟოელ ტატაიც წერს, რომელიც ამბობს, რომ ჩაკვეტაძის ვალენსიაში გადაყვანა პირადად კარლოს კორბენანს უნდა და იმედი აქვს, რომ ქართველი ფეხბურთელის დარწმუნებაში თავის წვლილს გუნდის ყოფილი მეკარე გიორგი მამარდაშვილიც შეიტანს. ჩაკვე პრემიერ ლიგაში უფრო გამიხარდებოდა, თუმცა თუ სერიოზული ინგლისური გუნდებისგან შემოთავაზებები არაა, ფიქრობ ვალენსია მშვენიერი ვარიანტია, რადგან ესპანურ ფეხბურთს ჩაკვეს ლამაზი თამაში დაამშვენებდა და მან უკვე მეტი ყურადღება მიექცეოდა გრანდებისგან. დაწერეთ თქვენი აზრიც ამ თემასთან დაკავშირებით. UFC-ს მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი ილია თოფურია ლეგენდარული მებრძოლის ხაბიბ ნურმაგომედოვის განცხადებას გამოეხმაურა. არწივმა აღნიშნა, რომ ჯეკ დელა მადალენა ისლამ მახაჩევისთვის ელ მატადორზე უფრო რთული მეტოქია, რაზეც ილიამ მოკლედ უპასუხა. ხაბიბი სხვა რა სიტყოდა, სხვა რა უნდა ეთქვა. ეს ის ჩხუბია, რომელიც მომავალში ელით და ვერ იტყოდნენ, რომ ილიაზე უფრო მარტივ მეტოქესთან აქვთ ორთაბრძოლა. ეს უნდა თქვას, თორემ ძალიან კარგად იცის რეალობა როგორია. გვაქვს თუ არა ურთიერთპატივისცემა? პატივისცემა ყოველთვის არსებობს. როგორ არ უნდა სცე პატივი ადამიანებს, რომლებიც თავიანთი ოცნებებისთვის იბრძვიან და თავდაუზოგავად მუშაობენ. მეორე მხრივ, როდესაც კონკურენტუნარიანობაზე მიდის საუბარი, საკუთარ თავსა და სხვა შორის საკუთარ თავს ავირჩევ. ილია თოფურიას მსუბუქ წონით დივიზიონში გადასვლისა და განსაკუთრებით საჩემპიონო ქამრის მოგების შემდეგ მასა და არმან ცარუკიანს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. სომეხ მებრძოლს აქამდე მხოლოდ დანა უაითის მისდამი დამოკიდებულება აღიზიანებდა, თუმცა ახლა უკვე კარგად ხვდება, რომ ელ მატადორის საოცარი სვლის ფონზე დივიზიონის ჩემპიონობა მისთვის შეუძლებელი ხდება. როდის შედგება მასა და არმან ცარუკიანს შორის სატიტულო ჩხუბი? ამაზე ილიამ საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა და ცარუკიანის პასუხმაც არ დააყოვნა. ილია თოფურია: როდესაც ჩხუბისთვის მოსამზადებლად ამხელა ძალისხმევას და არ გინდა შენი მეტოქე იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც შესაძლოა ჩხუბს ერთი დღით ადრე გამოეთიშოს. დაუშვოთ დავთანხმდი არმან ცარუკიანთან დაპირისპირებას, მაგრამ არ დავთანხმდები, რადგან მისი ფრაზები ვაიმე წელია მტკივდა საერთოდ არ მადარდებს. სატიტულო ჩხუბში არმან ცარუკიანთან დაპირისპირება გამორიცხულია. მას ამის შანს არ მივცემ. ამას მირჩევნია არჩევანის წინაშე თუ დამაყენებენ ქამარი დავთმა. ხოლო ასე პასუხობს სომეხი მებრძოლი არმან ცარუკიანი. საკუთარ თავს ჩემპიონს უწოდებს და უკვე გასასვლელს ეძებს. შეუძლია ტიტულზე უარი თქვას, რადგან თუ არ იტყვის მეწავართმევ. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით, შეუძლია თუ არა არმან ცარუკიანს ილია თოფურიას დამარცხება. იმის ფონზე, რომ ილია თოფურია ასე კარგად მიდის, ისეთი ლეგენდები დააგდო, როგორიც ვოლკანოვსკი, მაქს ჰოლოვეი არის. ფიქრობ არმან ცარუკიანს ისე როგორც ნებისმიერ მებრძოლს შანსი რა თქმა უნდა აქვს. თუმცა მე ამის ნაკლებად მჯერა. მარკუს რეშფორდმა ბარსელონასთან კონტრაქტის გაფორმებისა და ოფიციალური პრეზენტაციის შემდეგ პრესასთან სასაუბროდ მოიცალა და ვრცელი ინტერვიუც ჩაწერა. დიახ, ეს გადაწყვეტილება მარტივად მივიღე. აქ მოსვლა დიდი ხანია მინდოდა, ალბათ უკვე იანვრიდან, მაგრამ გავიდა კიდევ ნახევარი წელი და დადგა დრო, როცა საბოლოოდ უნდა გადამედგა ეს ნაბიჯი და ეს მოხდა. აქ ჩამოსვლის ერთ-ერთი გადამწყვეტი მიზეზი ჰანსი ფლიკთან საუბარი იყო. ყველაფერი, რაც მან გასულ სეზონში გააკეთა და რაც კარიერის მანძილზე დაუმტკიცებია ცხადყოფს, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. გასულ სეზონში მან ძალიან ახალგაზრდა გუნდთან ერთად წარმატებას მიაღწია. შემდეგ დაბრუნდა წინა სასეზონო მოსამზადებელ ეტაპზე და მას მეტი სურვილი ჰქონდა. სწორედ ამან დაადასტურა ის, რასაც ბარსელონაზე ყოველთვის ვიგრძნობდი. მხოლოდ ერთი რამ სურდა, აქ ყოფნა. მოუთმელად ველოდები მუშაობის დაწყებას, რათა სწავლა გავაგრძელო და ბარსელონასთვის ვითამაშო. მანჩესტერ იუნაიტედი ცვლილებების პროცესშია, მაგრამ იუნაიტედი ჩემი ცხოვრების და კარიერის დიდი ნაწილი იყო. ვერაფერს ვიტყვი ცუდ სამ კლუბზე, ხოლო წარმატებებს ვუსურვებ. დაწერეთ კომენტარებში, როგორ ფიქრობთ, შეძლებს თუ არა რეშფორდი თავისი საუკეთესო თვისებების გამოვლინებას კატალონიურ ბარსელონაში და იქნება თუ არა ის სასარგებლო ესპანური გრანდისთვის. ვიქტორ გიოკიერეში ხვალ არსენალში სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო წერს. ცნობილი ინსაიდერის ინფორმაციით მეთოფეებმა და სპორტინგმა ტრანსფერის პროცესი დაასრულეს და ყველა საჭირო დოკუმენტი უკვე გააფორმეს. ჟურნალისტ ბენ ჯეიკობის ცნობილი
ცნობით კი 27 წლის ფეხბურთელში ინგლისური კლუბი 63.5 მილიონს გადაიხდის და 10 მილიონი ბონუსების სახით. ტრანსფერმარკეტის მონაცემებით გიოკიერეშმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 52 მატჩში 54 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასიც გააკეთა. ყველა ტურნირზე შედეგიანი იყო, თუმცა ყველაზე შთამბეჭდავი სტატისტიკა პორტუგალიის ჩემპიონატში დააფიქსირა. 33 მატჩში 39 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ჩვენი დღევანდელი ვიდეო კი დასასრულს მიუახლოვდა. იმედია მოგეწონათ. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დააჭირეთ ლაიქის ღილაკს. ძალიან მაინტერესებს მოვახერხებთ თუ არა 2000 ლაიქის მოგროვებას ამ ვიდეოზე. თქვენი მეძე ვარ. გემშვიდობებით და აბა წარმატებები.